ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ეთერში დაგიბრუნდით ძველი რადიო მიშა და ნინო სტუმრებთან ერთად, როგორც უკვე დავაანონსეთ, პრემია ივერიის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაცია, ხო? პრეზენტაცია დაჯილდოება, უფრო სწორედ გაიმართება 3 მარს, ეს გახლავთ საერთაშორისო ფესტივალი და თუ რაზეა საუბარი, ჩვენი სტუმრები თავად ისაუბრებენ, პრემია ივერიის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილია ჩვენთან ერთად და რადგან აღნიშნეთ, რომ ეს არის საერთაშორისო ფესტივალი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები არიან ჩამოსულები და ჩვენთან სტუმრად არიან უკრაინიდან ირინა შახინი, ის შშმ მიმართულებით მუშაობს და ერთ-ერთ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ასევე მარინა ვასილიუკი, პრემია ივერიის ლაურეატი, პოეტი, არტ-თერაპევტი და შშმ მიმართულება აღნიშნეთ და როდესაც ივერია პრემიაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი წამყვანი თემა არის შშმ მიმართულება. მერისთვისაც ძალიან რა თქმა უნდა დიდ მადლობას გიხდით რომ ეს თემა ყოველთვის პრიორიტეტში გაქვთ. ასე რომ მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოგზაურობისთვის, ხალბატონებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ასევე სტუმრებმა გთხოვეს გვეთქვა რომ მათ უნდათ უკრაინულ ენაზე საუბარი, უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია რუსულიდან თარგმნა, ამიტომ ვისაუბრებთ. დიახ, ისინი რუსულ ენაზე ისაუბრებენ და ჩვენ ვთარგმნით. კი ბატონო. კეთილი. გამარჯობა კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. შემიძლია თქვა? კი, რა თქმა უნდა. მადლობა იმისთვის, რომ უკვე მე-12 წელია პრემია ივერიის ერთი ერთგული მხარდამჭერია რადიო იმედი, მით უმეტეს ზუსტად ის ტიხარი, რომელიც ტიხარიც თუ გადაბმის წერტი, რაც ქვია ხელოვნებაში და პრემია ივერიაში შშმ პირების საკითხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის, რომ ეს ადამიანები ჩვენთან იყვნენ ახლოს და ჩვენ მათ მივცეთ განვითარების მეტი რესურსი და საშუალება და შესაბამისად ჩვენ მივიღოთ მათგან განვითარების ახალი ეტაპები. ისე რომ მადლობა კიდევ ერთხელ ყოველ თქვენგანს, მადლობა სტუმრებს და იმ მონაწილე ქვეყნებს, რომლებიც არიან ჩართულები და ზუსტად ესაა პრემია ივერიის ხიბლი, რომ ყოველთვის ყავს ძალიან ბევრი სტუმარი, განსაკუთრებით უცხოელები, ჩართულობა იზრდება ყოველ წელიწადს უცხოელებიდან. თუ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვეუბნებით, რა თქმა უნდა, მოკრძალებულ უარს იმის გამო, რომ ვერ ჩავრთავთ ავდენს. მოკლედ მოთხოვნა მზარდია და ისევ თქვენი დამსახურებაა ჩემი კოლეგებო. კი ბატონო, გზარდა რაც შეეხება ამ ფესტივალს, ყოველთვის გამოჩეულია ხო, 3 მარტს გაიმართება და მოდით ამაზე ვისაუბროთ, ანუ კონკრეტული მიმართულებები, ვინ არიან ლაურეატები, ერთ-ერთი ლაურეატი აქ არის კი ბატონო აღნიშნეთ. რამდენი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, რა ვიცი, არ გამამხილოთ. რადგან ეთერში ვართ და მაშინ თქვენ გამამხილეთ ექსკლუზიურად. ოღონდ ისე რომ გაიგოს რუსულად. არა, მე მაინტერესებს ჯერ მოგვიყვეთ ამ ფესტივალზე და შემდეგ უკვე ხომ თორე მე არ ვიცი ვინ ჯილდოვდება. წარმოდგენა არ მაქვს თქვენ იცით თორე კი ბატონო. ხო, რა თქმა უნდა მე ვიცი ამ შემთხვევაში და მადლობა ამ კითხვისთვის. წელს არის 5 ქვეყანა წარმოდგენილი, 6 საბოლოო ჯამში, მაგრამ 6 ქვეყანა და ჩამოვა თუ არა ეს არ ვიცით სინამდვილეში. წლევანდელი მონაწილეები როგორც უკვე აღნიშნეთ ეს არის უკრაინა, იტალია, თურქეთი, სომხეთი და პოლონეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ჩვენთვის და კულტურის მიმართულებითაც ნებისმიერ ეს ქვეყანა ჩვენთვის ფასეული არის. როგორც მეზობელი ქვეყანა, ისევე დასავლეთ ევროპის ქვეყნები. შესაბამისად, აი ამ ადამიანებში არიან ძალიან ისეთი ბევრი ხელოვანი, მაგალითად, ხალბატონი მარინა არის ძალიან წარმატებული თავის ქვეყანაში, ისევე როგორც შშმ პირებთან მიმართება, შესაბამისად, როგორც პოეზიაში. და შედი სიამაყედ გვინდა ვთქვათ, რომ წელს ყავს იტალიელი სტუმარი, რომელიც არის სანრემოს პრემიის და ფესტივალის გამარჯვებული იტალიელი, ნეაპოლიდან დღეს ველოდებით საღამოს გვიან ჩამომზადდება და ეს არის კიდევ ერთი ახალი გარდატეხა ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ ეს შორეული ქვეყნიდან ადამიანი სტუმრობს იმის გამო, რომ პრემია ივერიის მონაწილე გახდეს, თუმცა დღემდე არ იცის და ორშაბათამდე, ანუ 3 მარტამდე ამ ადამიანს არ ეცოდინება გაიმარჯვა თუ არ გაიმარჯვა. არა თუ ნომინირებული, ისიც კი არ იცის, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმდენად დაინტერესდა და იმდენად მოეწონა ჩვენი მიმართულება, ჩვენი მიდგომები ამ კონკურსის და პრემია ივერიის საერთოდ ჩაშო ჩანასახი, რაც გაუგზავნეთ და აუხსენით, რომ სრულიად თანახმარი იმ, ასე ვთქვათ,
ყოველგვარი შეძენმეთ შეკითხების გარეშე ჩამომბრძანდეს და მიიღოს კი მონაწილეობა. ბატონო, ძალიან კარგი და ნუ მე ამ ინფორმაციას არ ვფლობდი, ამიტომ თქვენ დაგიჭმეთ დრო რომ გიამბოთ და ახლა ქალბატონებსაც მინდა რომ კითხვა დაუსვა და რაც შეეხება ქალბატონ მარინას, ანუ მე დავუსვა თუ თქვენ თარგმნით თუ როგორ პირდაპირ კითხეთ. კი ბატონო, ნუ რუსულ ენაზე უნდა ვეკონტაქტოთ, იქიდან გამომდინარე რომ სხვა საკომუნიკაციო არ სხვა გვაქვს. საკоммуникацио ენა მათთან არ გვაქვს. Спасибо за визит. И, как я знаю, вы лауреат премии Вери. И расскажите, пожалуйста, о себе. გადავთარგმნო შეკითხვა. გადავთარგმნით, რა თქმა უნდა, ну, წარმოგიდგენთ, ხალბატონ მარინას ის არის პრემია იბერიას ლაურეატი და თავის თავზე გვიამბობს. კი, გვიამბობს. Здравствуйте. Для меня большая честь быть сегодня здесь. Вкратце расскажу о себе. Я мать 3 детей, арт-терапевт в организации «Солнце в тебе», работаю с детьми с инвалидностью. Скажем так, пришла работать в организацию по зову своего сердца. ანუ я переведу, ანუ ქალბატონი მარინა არის სამი შვილის დედა, შშმ მიმართულებით უკვე მუშაობს, კარგახანი ართ-თერაპევტია და აი როგორც აღნიშნა, ანუ გულის ძახილმა მომიყვანა აქამდეო. კარგი, რომ უფრო სწრაფად გავიდეს დრო. Да. Раньше я писала как бы о жизни, о истории, много печаталась, но с приходом в организацию в моей жизни появилось такое, знаете, солнце, которое меня вдохновляет. რომელიც მე მანუგეშებს და мотивაციას მაძლევს. ეს არის მათი სიყვარული, მათი ურთიერთობა. Ребенок с თუმცა ჩვენ ესეთი შშმ ბავშვი გეფერება ჩემს გულში დიდი ყვავილი იზრდება. ეს არის ძალიან კარგი შეგრძნება. Это работа, это мои дети, это наши дети. Большое им спасибо. დიდი მადლობა მათ ყველას. Детство. Потом был такие немножко перерыв. Помазлим сაშუალებას. Как бы студентские მიიღო მათთან და დავწერო კარგი ლექსები. Работа, как бы было все так затишье. С приходом в организацию это все забуяло с новыми красками. Большое им спасибо. დიდი მადლობა იმ ორგანიზაციას, სადაც Для მე меня ვარ. честь принимать участие в премии. ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალზე მონაწილეობა პრემიაში. Хороших, позитивных. Очень люблю Грузию. ძალიან მიყვარს საქართველო. В своей молодости я приезжала в Грузию. Здесь была ее любовь. ბებიას ყავდა Она также принимала участие в разных конкурсах. Она мне тоже очень გულისწორი ადამიანი საქართველოში. Ну, прошли года, вот я здесь. გავიდა წლები და მე ხო აქ ვარ. Большое спасибо. დიდი მადლობა პრემია ივერიას რომ აქ за возможность участвовать. და უფლებისთვის მიიღო Спасибо за მონაწილეობა гостеприимность. фестивале. Очень приятно. Ждем от Грузии. Мы очень любим Грузию. ძალიან მიყვარს საქართველო. Страна. Очень вы здесь такие, знаете, კოლორიტული და ძალიან ისეთი живые люди. სხვანაირები Очень ხართ. как Украина, как украинцы живые, так и вы. ისევე როგორც უკრაინელები თქვენ ძალიან ცოცხალი ადამიანები ხართ. დიდი мадლობა ამისთვის. Ну, жду очень как бы самого мероприятия. რა ველოდები მოუთმენლად ამ დასასაულს. Когда вы узнали про Иверию, про премию Иверию, и когда вы познакомились с Нукзаром, ну, Нукзар обосновал эту премию, и что для вас значит премия Иверия? რას ნიშნავს თქვენთვის პრემია ივერი? გამოდის ნინო თარგმანი. За 2 дня, максимум 3 дня. Как бы чисто случайно благодаря დაახლოებით 3 დღით ადრე ირინას ყალობით შევიტყე ამ ნის შესახებ და გადავწყვიტე решили приехать. Для меня это честь. ჯერ გამეგზავნა მოთხოვნა, შემდეგ უკვე ჩამოსვლა. მომწონს მასშტაბი. Как бы это очень важно для меня. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Это такая тонкая грань, это такая тонкая нить в ეს душе. ძალიან ფაქიზი ზღვარია. Вот с Нузгаром познакомились тоже как бы за 2 дня до окончания срока подачи самых произведений. ნუგზართან ფამილარობაში არ ჩამოთო. ნუგზართან დაახლოებით 2 დღით ადრე მქონდა კონტაქტი და მივხვდი რა კარგი ადამიანი და რა კარგი ფესტივალია და რა კარგი დღები მელისია. Большое спасибо вам, удачи. И დიდი მადლობა. что касается Ирины Шахин, она уже несколько лет, да, если я не ошибаюсь, работаете, у вас вы обоснователь организации с детьми с ограниченными возможностями.
возможностями. Это ваша тема. И что касается премии Вери, почему вы решили участвовать, как вы тоже интересно познакомились с Нукзаром, и что вы ждете от этого дня? 3 марта, да, состоится презентация премии Вери. Გამარჯობა. ну დაახლოებით იგივე შეკითხვაა ძალიან ისაფქენი რა ქვია თავის თავზე გვიამბოს კი და თან თავის ორგანიზაციაზე სადაც ესეთი ძალიან საჭირო საქმე კეთდება აი ამ მიმართულებით Камарджоба, добрый день, доброго дня. Мы очень рады побывать вновь на вашей земле. Мы уже приезжали на конкурс Ивери для людей с инвалидностью, с ограниченными возможностями. Мы уже были 2 года назад в ОНИ. Нам безумно понравилось. Я привезла своего сына. 20 лет в моей жизни. 20 лет тому назад появился необычный ребенок, который не ходил, не говорил и имел очень много проблем. Это были слезы. Сегодня это радость. Человек, он изменил всю мою жизнь, всю жизнь моей семьи, всех моих других детей. И сейчас, благодаря ему, я имею возможность с большой командой волонтеров помогать большому количеству детей и мам таких детей. Это очень важно, потому что эти дети, у них открыта сердечная чакра. У нас очень много детей с аутизмом, с синдромом Дауна. Они чистые, они очень добрые. Они учат нас, мы учимся у них. Мы принимаем их, мы любим их. И очень важно, мы в Украине работаем над тем, чтобы все люди принимали их. Они другие, но они очень классные. В нашей команде работает очень много психологов, арт-терапевтов. Мы используем самые новые прогрессивные методики. И дети, которые не говорили 14 лет, мой сын не говорил 10 лет. Сейчас он поет, он участвовал в Грузии в конкурсе и получил 2 место. Для него песня — это его жизнь. Он с утра до вечера поет. Его речь стала практически уже идеальной. Да, и что касается 3 марта, нет, он стихи, он не пишет, не читает, но в нашей организации есть талантливые психологи, арт-терапевты, которые пишут, и эти дети их вдохновляют на творчество. И что касается конкретно, сколько лет вы с Нукзаром дружите? И сколько лет? 2 года, да, кажется, вы сказали? 2 года. Да? И что для вас значит премия Вери? Это большая возможность познакомить, вывести таких детей, людей, которые работают с такими детками. Это очень важна такая международная поддержка, потому что наши люди в Украине, когда узнали, что мы едем в Грузию, Грузия — это для нас в сердце, это наша любовь. Мы очень любим грузинский народ, ваше гостеприимство, вашу человечность. И, знаете, вместе намного легче во всем. Поэтому мы очень благодарны господину Нукзару за его приглашение. Он также работает и помогает таким деткам, людям, да, взрослым с ограниченными возможностями. И конкурс — это новые знакомства, это новые горизонты, позитив, новое видение.
ждем, также мы планируем подписать меморандум. Потому что летом уже ждут мои дети, готовятся. Это сложные, очень интеллектуальные порушения, но эти дети на сегодня учатся танцевать сложный танец, и у нас есть в планах приехать сюда к вам летом и участвовать в конкурсе, и увидеть ваших, чтобы мамы, родители увидели также ваших детей, ваших родителей, и это помогает им дальше жить, двигаться и принимать этих детей. რთული ბავშვების მშობლები ნახავენ თუ რა ვითარებაში არიან ჩვენი რთული ბავშვები, როგორ მღერიან ისინი და ჩვენ კიდე დავინახავთ როგორ მღერიან და ცეკვავენ თქვენი რთული ბავშვები და ეს იქნება ურთიერთ გაცვლა ჩვენი თანაზიარობისა. Большое спасибо, удачи. Огромное спасибо. Вы что-нибудь добавьте? Ну, я хочу сказать, что вот мы с детками танцуем вместе. Мы работаем, занимаемся с ними. Вот у нас такая есть волонтерная идея. Мы как бы постоянные арт-терапевты, психологи, да. А почему не станцевать с ними? И вот я уже второй раз у нас учим новый танец, танцуем. Я вам скажу, эти дети танцуют гораздо лучше. Возможность открывать в себе новые таланты. Большое спасибо вам за приглашение. Большое спасибо, что есть сегодня вы, есть мы. За сотрудничество. И всем удачи. Большое вам спасибо. Позитива в жизни, любви в сердце. Ну и самое главное — это здоровье, работать, творить и наслаждаться этой жизнью. И мир. თავარია ჯანმრთელობა, პოზიტივი და რაც თავარია მშვიდობა. კი ბატონო, და ნუგზარე ხო შევკრათ ეს ეთერი და რაც შეეხება სამართს კიდე რა მოხდება სცენაზე და ნუ დაამატეთ რაც სამართამდე ვიდრე მივოთ დღევანდელი დღე არის ლამაზი და ბედნიერი, გაგევითაც რომ ყავს იუბილარი ჩვენი სტომარი ბატონი. Он говорит, что сегодня прекрасный день, потому еще что сегодня ваше день рождения. ამ ხმაურისთვის უნდა მოპატიოთ. იმიტომ ხმაურობდით ბატონო. აბა ასე გითხარი პური და ყველით მოგედე და რა. Браво. Да, поздравляем, браво. Гилоцав. Прекрасно. Как вам Ну, Гзар знает, что дарить. Если значит, хорошо. გაზაფხული მოიყვანეთ ჩვენ რადიო თქვენ ხალბატონებო ულამაზესმა აი ამ ულამაზესი ყვავილებით რაც შეეხება პირველ 3 მარტს ეს არის დღე როცა არის მართლა დღესასწაული და ძალიან ზღვა ემოცია არის ხოლმე და სიამაყით მინდა წარვადგინო ის იმ ქვეყნების მონაწილეები კიდევ ერთხელ მინდა გავემეორა იგივე მარინა ვასილიუკი იგივე ალესანდრო რუსო ეს არის დაახლოებით როგორ გითხრათ იმდენად პოპულარული არის თავის ქვეყანაში რომ ახალგაზრდებს მასთან მეგობრობა უნდათ გვაქვს კიდევ ძალიან ისეთი საინტერესო სიურპრიზები რომელიც 3 მარტს იქნება ეს იქნება ახალი მემორანდუმები, ახალი ურთიერთობები, ახალი შესაძლებლობები, ახალი ქვეყნების დამატება პრემია ივერიაში და ყველაზე მთავარი რაც გვექნება, იქნება ის რომ წელს პირველად გაკეთდება ესეთი რამდენიმე ენოვანი წიგნი, ყველა ავტორის შევა, ყველა ავტორის შემოქმედება შევა, როგორც უკრაინელი, იტალიელი, სომხეთის, თურქეთის და პოლონეთის კი პოლონეთიდან ყავს ძალიან საინტერესო ფოტოხელოვანი მოწვეული, დღეს ჩამომზადება ეს არის ემილია ტერეზა, ძალიან ესეთი განსხვავებული ხედვა აქვს ადამიან რომელიც იღებს ერთი ფოტოთი არ შემოიფარგლება, იღებს 10-15-20 ფოტოს ერთდროულად და ერთნაირ ემოციურ რაღაც როგორ ისტორიას კი ანუ ერთი ფოტოთი არ შემოსაზღვრავს თავის ხედვას რამოდენიმე ათეული ფოტოთი შემოსაზღვრავს ხოლმე და ზუსტად ესეთი ნიჭიერი ადამიანები გვამდიდრებენ ჩვენ პროექტში და ჩვენს ასე ვთქვათ ქართულ კულტურაში რომლებიც დროდადრო რაღაც დოზით შემოდიან ჩვენს რა თქმა უნდა ზუსტად იმ კარგ კულტურას ვითვისებთ რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენ ჩვენი სიმდრისთვის და იმ სიმდრის კიდევ ერთხელ გასამდიდრებლად და არ მინდა არ აღვნიშნო დასაწყისში გამომრჩა ეს და ყველა მომიტევოს რომ
პროექტი უკვე მე-12 წელს ითვლის და ეს მე-12 წელი არის, როდესაც გვაძლიერებს ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის ილიამოვის როცა კურთხევა, მართლა რომ არა ის, ალბათ 12 წელი ერთი და იგივე საქმის კეთება თან ყოველწლიურად მზარდი და მოთხოვნადი ხდებოდეს, არ მინდა ჩვენ პროექტზე და ჩემ თავზე ესეთი რაღაცა ქებათაქება გამომივიდეს, მაგრამ უბრალოდ რასაც ხედავ მინდა რომ ფაქტია, უბრალოდ ვალდებულია რომ საზოგადოებას უთხრა რომ გაზრდილი არის პროექტი, გაზრდილი არის მოთხოვნები, შესაძლებლობებიც ხადია და ხარისხი უკვე წელს სხვა შორის ძალიან ესეთი მკაცრი გამოწურვა გამოგვივიდა სულ 14 ნომინაცია შეირჩა თქვენ წარმოვიდგინეთ ძალიან გასულ წელს იყო 20 21 22 ყოფილა და წელს უფრო მკაცრი იყო ჟიური და უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღეთ მაგრამ რაც არის დამიჯერეთ ყველა კარგია თუმცა ყველა მონაწილის შემოქმედება იყო ერთმანეთზე კარგი მაგრამ როგორც წესი კონკურს თავისი მინუსი აქვს ეს არის ვიღაცის გამორიცხვა და ასე ვთქვათ გამორჩეულები რა თქმა უნდა კი ეს ერთგვარად შეჯიბრების სახესაც აწარებს მაგრამ მეორე ნაწილი არის ის რომ ჩვენ პრემიას ასეთი სლოგანი გვაქვს პრემია ივერია ღირსეულთა პრემია მონაწილეობა უკვე სრულიად ნიშნავს იმას რომ უნდა იყოს ეს არის ღირსების მომენტი და ღირსების საკითხი. ნუ სადა ჟიურის რაც შეეხება მარტო ქართველები არიან თუ მოწვეული არა მოწვეული ჟიურის წევრები არ ყავს წელს უბრალოდ იმ ენების მცოდნეები ყავდა ჩვენ დაკავი რომელი ენის ლიტერატურაში შემოვიდა და სხვათა შორის ქალბატონი რომ მე მინდა გითხრათ რომ გასული წლიდან და არა მარტო გასული წლიდან წლებია უკვე ჩვენ ვაკეთებთ და პირველად მინდა თქვა ეს ღია ეთერში ყველას გასაგონად რომ ადამიანები რომლებსაც ჩვენ ვამბობთ რომ ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები წელსაც ყავდა ერთ-ერთი შეშემო პირი ჟიურის წევრად და მინდა გითხრათ რომ დანარჩენი ჟიურის წევრებს იქ იყო სრულიად საერთო ჯამში 7 წევრი იყო მათ შორის 2 პროფესორი იყო და ნუ ესეთი მაღალი კლასის ჟიური იყო და ყველა წევრი იყო აბსოლუტურად როგორც წინა წლებში ისევე წლევანდელ წელს გაუგნებული იმითი რომ თურმე რამდენი ამხელა ინტელექტს ფლობენ ეს ადამიანები და ეს ადამიანები არის ოთო დარბაისელი ერთი ჩვეულებრივი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭი რომელიც ნედლით მოსარგებელი არის მაგრამ ინტელექტის თვალსაზრისით ძალიან მაღალი და ლიტერატურული ძალიან ცი დახვეწილი გემოვნების გამოირჩევა და ხომ ერთი გამიკვირდეს რატო გაუკვირდეთ რომ ამ ადამიანები არა ნუ ზოგადად მაინც არის ერთგვარი სტერეოტიპი ეს სტიგმა კიდევ ერთხელ დავასრულებ ძალიან დიდი მადლობა მხოლოდ ეს რაც თქვენ ახლა ბრძანეთ რა ეს სტიგმის დამსხვრევის ეს ფაქტი მხოლოდ ეს არის უკვე სხვა არაფერი რო არ იყოს ესეც უკვე და ყოველთვის კი პატარა გამი და ყოველთვის ამბობ რა უცნაურად და ყოველთვის სიურპრიზებით ახსოვს დღესაც კიდე ხო დარწმუნდი მოგზარის სტუმრობა ყოველთვის რაღაცით გამორჩეული მე მინდა მადლობა უთხრა ჩვენ სტუმრებს огромное спасибо დიდი მადლობა თქვენ всего доброго спасибо большое დიდი მადლობა ნუგზარ ჭიაბერაშვილი და პრემია ივერიის მონაწილეებთან სტუმრებთან ერთად გვეწვია ჩვენ გისურვებთ წარმატებებს კიდევ ძალიან დიდი მადლობა და შეგახსენებთ რომ 3 მარტს გაიმართება პრემია ივერიის დაჯილდოება დროებით მადლობა